ერთი რამე მინდა გითხრათ რა ეხლა აი ჩემთვის სამუშაოდი და ფიქრობ რა ადამიანები ვართ ყველანი და ალბათ ყველა ნახავდით აი ეს ინგუშეთში დატრიალებული უბედურება რომ მოხდა რა რომ ინგუშმა პატარა ბიჭმა ხაზირმა რამხელა გმირობა ჩაიდინა არ შეუშინდა სიკვდილს და თავისი მეგობარი თავის ცოცხლის ფასად გადაარჩინა ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მაგ შემთხვევას მეგობრებო და მთელი ინგუში ერი ფეხზე დადგა ეგ კი არა საქართველოდანაც ჩავიდნენ ხალხი და მადლობა მაგ ხალხს რომ გამოიჩინეს ეს სოლიდარობა ერთ რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება რომ მაგ ბავშვმა ხაზირმა მთელი ერი რომელ ერთსაც ეგ საუკუნე გაყვება ეგ მოვლენა მთელი ერი ერთობის მდინარეში რო იტყვიან მონათლა კიდე ერთხელ და გააერთიანა მაგისმა საქციელმა სულ ყველა მდინარეში შეიყვანა ფაქტიურად და ერთ ჯაჭვად გადააბა და აგრძნობინა ყველას რომ არსებობენ ადამიანები ვინც ადამიანებისთვის თავს გაწირავენ და ეგ იყო პატარა ბიჭი მაგალითი მაგ ხალხს არასდროს არ დაავიწყდებათ ეგ ჩვენგან განსხვავებით ჩვენ რამოდენიმე კვირის უკან ვიხილეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში სიმღერის დროს მომხდარი ფაქტი სადაც პატარა გოგონა ანკა მღეროდა და დაეცა და მის გვერდზე მდგომ მისივე მეგობრები გაუში მაგრამ იქ მყოფი სრულწლოვანები იმათაც კი არ მიიტანეს გულთან ახლოს იმ ბავშვის მდგომარეობა რომ რა მოუვიდა ვაი თუ საფეთქელი დაარტყა და სიმღერაც კი არ შეწყვიტეს ბავშვები ჩვენი მომავალი თაობა არათუ იმ ინგუში ბავშვის თანათ ვზდით არამედ ისე ვზდით და ისე არიან გაციებულები ერთმანეთის მიმართ რომ ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ ჩვენი დაცემა გამიგეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა ჩვენ დავანახეთ ჩვენ საზოგადოებას ანკამ დაანახა ქართველ ეს საზოგადოების დაცემა ასე რომ არავინ არ დაიწყოთ რომ იქ ბავშვიო უფროსებისკენ იხედებოდა ბავშვებიო და უფროსებიდან მითებებს ელოდნენ გამორიცხეთ ნუ ამართლებთ მაგას მაგ დროს ყველა ბავშვი შიგნით უნდა იყოს გულში უნდა იყოს იმ ბავშვი ეგ ქმედება რომელიც ჩვენ ბავშვებში აღარ არის ეგ 34 წლიანი მმართველობის შედეგად მოკლეს ჩვენ მომავალ თაობაში ჩვენ ყავს თაობა სრულიად გულამოგლეჯილი და დაცარიელებული მაგგზნობისგან იმიტომ რომ აგერ შედეგი დაინახეთ და შედეგი დავინახეთ მთელმა საქართველოს როგორც ინგუშეთში ხაზირმა გააერთიანა ქვეყანა და დაანახა ერთობა გმირობის ფასად ჩვენ ანკამ დაგვანახა ჩვენი უსუსურობა და ჩვენი განადგურებული მომავალი თაობა ასე რომ დააკვირდით ხალხო თქვენი შვილები რა მორალით იზრდებიან ნუ აქცევთ ყურადღებას ეს განათლების სამინისტრო თქვენ შვილს იქ რას უწევს რასაც უწევს ყველაფერი არის ცუდი დამიჯერეთ ცუდია თქვენი შვილი უნდა იზრდებოდეს იდეოლოგიურად და მორალურად მყარი და გაწონასწორებული ქართველი დააკვირდით და გაუფრთხილდით შვილებს იმიტომ რომ ბევრი მოგეთხოვებათ და იმ კატეგორიას განსაკუთრებით ვინც უკვე ორსულ ქარს და მოხუც ადამიანს უკვე როს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილსაც არ უთმობთ და ჩემი ცხოვრება ჩემია ესე რომ ფიქრობთ იმიტომაც ეს ერი ამ დონეზე დაცემული და განადგურებული განათლების სამინისტრო თუ რამე სახელმძღვანელოს უშვებს ზუსტად იქ წერია რომ ერთობა არ აქონდეთ არავის და არ იყვნენ ბავშვები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები
მადლობა ყურადღებისათვის.